დღემშვიდობისა მეგობრებო, თქვენ ალბათ ხედავთ როგორი მრავალფეროვნება და სიფერადია დღეს ჩემს გარშემო. მე ნინო მაღედანი ვარ და ეს არის პოდკასტი ნომერი 10 და ეძღვნება წიგნებს. წიგნებს, რომლებიც ცხოვრებას გვიცვლის, წიგნებს, რომლებიც გვეხმარება ახალ ეტაპზე გადასვლაში, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაში. ძალიან ხშირად მეკითხებია ჩემი კლიენტები და ამიტომ გადავწყვიტე, რომ რაღაცა ნაწილი წიგნების მიმოხილვა გავაკეთო დღეს, თუ რა წავიკითხოთ, რა ეტაპზე წავიკითხოთ და რაში დაგვეხმარება, რა თქმა უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, იწყება კლასიკა არის Brian Tracy's აკოცე ბაყაყს და შეჭამე ბაყაყი. ხას ესეთი სათაურებია კი, რა თქმა უნდა, არ ჭამთ ბაყაყს. თუმცა თუ წაიკითხავთ ამ წიგნებს, მიხვდებით რა იგულისხმება, რომ შეჭამე ბაყაყში რა იგულისხმება ამ სათაურში და ვიტყვი ერთ რამეს, რომ ესენი ერთმანეთთან კავშირში არ არის, შეგიძლიათ პირველი ეს ეკითხოთ, მეორე ეს და ასე თქვენი სურვილის ამ რომელიც გინდათ ის ეკითხეთ პირველი, თუმცა ორივე ძალიან კარგად დაგეხმარებათ თქვენი პრიორიტეტების და ძალიან კარგად არის გააწერილი, მაგალითად, რა სავარჯიშო უნდა გააკეთო, ყოველი თავის შემდეგ გაქვთ მოცემული სავარჯიშოები, მაგალითად, ერთ-ერთი რომ განვიხილოთ, ეს არის დაგეგმეთ ყოველი დღე, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად ცხოვრებას უყვარს, უბრალოდ სჯობს, რომ ჩვენ დავგეგმოთ ცხოვრება და არა ცხოვრებამ random და სიტუაციებმა დაგვიგეგმოს ცხოვრება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ რამოდენიმე წესი, რომელსაც Brian Tracy გვირჩევს და ეს არის ამ თავში წაიკითხავთ, როგორ უნდა აინაზღაუროთ დახარჯული ენერგიის საფასური, შემდეგ პროექტის დაგეგმვაზე არის საუბარი და 10-90-ზე პრინციპია და აი ბოლოში სწორედ აი ყოველი თავის ბოლოში არის პრაქტიკული სავარჯიშო, რომელიც თქვენ გეხმარებათ ამ გეგმის და თავის განხორციელებაში. მაგალითად, დაიწყეთ დღესვე წინასწარ დაგეგმეთ ყოველი დღე, კვირა და თვე, თუმცა მოდი ვაღიაროთ, რომ როდესაც ეს წიგნი დაიწერა Brian Tracy-მა ამ წიგნზე იზრუნა და იმუშავა, რა თქმა უნდა, პანდემია მომხდარი არ იყო და აი ის მიდგომები, რომელიც მაშინ ჩამოყალიბდა, რომ 10 წლის გეგმების, 5 წლის გეგმების გაწერა, დღეს ცოტა ისე სპეციფიკურია, მოკლედ ვთქვათ, და შეიძლება ყოველი წელიწადი არ გაწეროთ, ესე არ დაგეგმო მთლიანობაში, მაგრამ თუმცა ძალიან ისეთი კარგად მუშაობს, თუ 3 თვეს გაწერთ და დაგეგმავთ, თუნდაც. მოკლედ რო ვთქვათ, მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია Brian Tracy ამბობს შემდეგ, რომ პრიორიტეტების მიხედვით დავავაგოთ ჩვენი გეგმები უკვე შემდეგ და იმის მიხედვით დავიწყოთ, იმიტომ რომ ხშირად არის, რომ ჩვენ ჩამოვწერთ გეგმებს და ამ გეგმებში გვავიწყდება რომელიც გაკეთება, აი რომელიც დაწყება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც გავლენას მოახდენს ყველა დანარჩენ პუნქტზე. აი ამაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პრიორიტეტების დალაგება და ამაში ძალიან კარგად დაგვეხმარება ისევე როგორც შეჭამე ბაყაყი, ასევე აკოცე ბაყაყი. მოკლედ, ჩემი რეკომენდაცია ამ ორ წიგნს, ეს წიგნი გათვალისწინებულია იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა იწყებს, შესაძლოა, ან დამწყებ ეტაპზეც არის გათვალისწინებული, თუმცა მე პირადად ძალიან მომწონს და ხშირად უბრუნდები ხოლმე და თუნდაც რომელიმე ეტაპზე, რომელიმე აქედან პუნქტს ვაკეთებ ეხლაც ჩემს პრაქტიკაში. გაყიდვების სუპერვარსკვლავი, ესეც Brian Tracy, ჩვენი გენიალური Brian Tracy, რომელიც სავარაუდოდ ახლა არის ალბათ ვარაუდობ, რომ 90 წლამდეა სავარაუდოდ და დღესაც ძალიან წარმატებით თავისი არხი აქვს, დღესაც გვასწავლის ძალიან ბევრ რამეს და ძალიან მე ვფიქრობ, რომ Brian Tracy-მ პირველ მსდაში ძალიან დიდი სიტყვა თქვა, ძალიან კარგი პრაქტიკული წიგნები მოგვცა, ესე ვთქვათ, ინსტრუმენტებად და თუ გაყიდვების სფერო გაინტერესებთ, მით უმეტეს უნდა დაინტერესდეთ აი ამ წიგნით.
შემდეგი არ შეიძლებოდა გვერდი აგვეარა რობერტ კიოსაკისთვის, რომელიც ცნობილია და შემოვიდა როგორც მდიდარი მამა, ღარიბი მამა, ალბათ შესაძლოა თქვენ გაქვთ ეს წიგნი წაკითხული და ხსმენიათ. ეს არის ამბავი, თვითონ რობერტ კიოსაკი ამბობს, რომ ეს არის ამბავი მასზე, მისი ისტორია და ყვება თუ ორმა მამამ, ანუ ძალიან დიდი პატივისცემი მოიქცენებს, რა თქმა უნდა, მის ბიოლოგიურ მამას და აღზრდილ მამას და ნამდვილად დიდი სიყვარულით აღნიშნავს, რომ ის უფრო ინტელექტუალი და ღარიბ მამად მოკლედ ვთქვათ, მას მოიხსენიებს, ანუ იმდენად არ იყო ალბათ რეალიზებული მისი ბიოლოგიური მამა, რამდენადაც მისი კლასელის თუ მეგობრის მამა აღმოჩნდა, რომელმაც ფაქტურად აზიარა ბავშვობაში პირველ ბიზნესის ანაბანას, ესე ვთქვათ და ამ შემთხვევაში მე არ მიჭირავს ეს წიგნი ხელში, მდიდარი მამა, ღარიბი მამა, რადგან სახში ვერ აღმოვაჩინე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი თხოვდა ხოლმე და სავარაუდოდ ვინმეს ოჯახში არის თაროზე, თუ შემთხვევით გეცნობა და გაგახსენდებათ ვისთან არის ჩემი წიგნი სახელად რობერტ კიოსაკის მდიდარი მამა და ღარიბი მამა და თუ დამიბრუნებთ მადლობელი ვიქნები. ხოლო ახლა კი გადავალ წიგნზე, ეს არის ბიზნეს სკოლა. მათთვის სიცოცხლეზე ზრუნვა მოსწონთო. ქსელური მარკეტინგის რვაღილებულება, რომელიც ფულს არ უკავშირდება. აქ მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ კიოსაკი გვიხსნის, რომ და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, მეგობრებო, ნახეთ 2014 წელი აწერია. ძალიან ხშირად ჩემს ნაყიდ წიგნებს პიროვნული ზრდის და ბიზნესის და ასე შემდეგ აწერია 2007, 2008, 2000, ანუ ძალიან დიდი ხნის წინ, მოკლედ ვთქვათ, 2000 წელს, რა თქმა უნდა, დაიწყე ზოგადად ამ წიგნების შეგროვება და, რა თქმა უნდა, კითხვა და გამოყენება უკვე პრაქტიკაში. და ეს წიგნი კონკრეტულად თავიდან მაგალითად იწყება როგორ რა უნდა შეცვალოს გონებაში ადამიანმა იმისათვის, რომ ის იმ სექტორებში გადავიდეს, რომელ სექტორშიც მას უნდა, მაგალითად, თუ თავიდან არის მომსახურე პერსონალი, იგულისხმება, როდესაც შენ საჯარო სამსახურში მუშაობ, employee ხარ, ესე ვთქვათ, და employed და დასაქმებული ხარ სხვის სამსახურში. ანუ როგორ არის ამ შემთხვევაში, რა სკილები არის ამ შემთხვევაში განვითარებული, იმაზე საუბრობს რობერტ კიოსაკი. შემდეგ უკვე მოდის შემდეგი სექტორი არის საკუთარი თავისთვის მომუშავე, ანუ self-employed. ანუ აი ამ კვადრატებზე ახლა საუბარი მეგობრებო და რა უნდა გააკეთო, რომ ერთი კვადრატიდან გადახვიდე მეორე კვადრატში. ანუ თუ თავიდან ხარ საჯარო მოხელე, თუ გინდა გადასვლა საკუთარი თავით self-employed სექტორში, ანუ თვით დასაქმებული სექტორში, რა სკილები რა უნდა განივითარო. ხოლო შემდეგ უკვე მოდის ბიზნესმენი როგორ გახდე, ანუ როგორ გახდე ბიზნესის მფლობელი, დამსაქმებელი და ასე შემდეგ. ამ სექტორში გადასვლაში რა დაგეხმარებათ, რა გჭირდებათ და ბოლო სექტორი კვადრატი, ამ 4 კვადრატიდან არის, რა თქმა უნდა, ინვესტორი. ანუ როგორ გახდეთ უკვე ინვესტორი. შესაბამისად, რობერტ კიოსაკის მდიდარი მამა, ღარიბი მამას და აი ამ ბიზნეს სკოლას ჩემი რეკომენდაცია და ძალიან დაგეხმარებათ იმ ადამიანებს, ვინც ამ სფეროებით ხართ დაინტერესებული. შეუძლებელია გვერდი აუარო, იფიქრე და ნამდვილი ნაპოლეონ ჰილის კლასიკა, რომელიც ძალიან ბევრი წლის წინ შემოვიდა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ყოფილი მოსწავლეები და ხო უკვე დიდი ბიჭები და გოგონები ჩუქნიან ხოლმე ამ წიგნებს საჩუქრად ძვირფას მეგობარს, მენტორს, რომელსაც მეგობრობა შეუძლია ფასდაუდებელი. ლაშა რაზმაძე, ლაშა იყო მესამე კლასში, როდესაც ინგლისურზე მოვიდა ჩემთან და ეხლა უკვე დიდი ბიჭია და ჩვენ მოკლედ ძალიან გულითადი მეგობრები გავხდით და ეს წიგნი მან მაჩქა. აქ არის, რა თქმა უნდა, ის საფუძველი იმისა, თუ როგორ შეიძლება, რომ ფიქრებით დაიწყო გამდიდრებაზე ფიქრი ყველა შემთხვევაში შეიძლება და გზების დანახვა როგორ შეიძლება, რომ გამდიდრდეთ.
შემდეგი რა იყოს? მოდი გავაგრძელოთ ეს ხაზი და ეს არის რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი საუბრობს დღეს და კლასიკად ითვლება ზოგადად მე პირადად ჩემს კურსებში და პროგრამებში, პიროვნული პროგრამებში ჩართული მაქვს ეს ორი ფილმი, რომელიც ესე ვთქვათ კლასიკის ჟანრია პიროვნული დაში, რომელიც must have არა, მაგრამ must watch-ია, უნდა უყურო აუცილებლად. ეს არის ფილმი საიდუმლო The Secret, რომელიც მოგვითხრობს და ეს არის ფილმი საიდუმლოს წიგნის ვერსია, ბეჭდური ვერსია, რომელიც მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვიზუალიზაციით, ფიქრით, წარმოსახვით მონისწიდო შემთხვევაში ის რაც გსურს და ყოველ შემთხვევაში რონდა ბერნი არის ავტორი ამ წიგნის და ყოველ შემთხვევაში მე მიყვარს ზოგადად, როდესაც ფილმის ბეჭდური ვერსიაც მაქვს სახში და ყოველთვის ხელმისაწვდომ ადგილას მიდის. მეორე ფილმი, რომელსაც ასევე ვურჩევ ხოლმე და ესე ვთქვათ must watch-ი არის, უნდა უყუროთ, ეს არის დალაგების სასწაული კონმარის მეთოდის მიხედვით. ეს ფილმი არის იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა დალაგებით სახლის და მობილურის და ქაღალდების და ყველაფრის დალაგება იგულისხმება. აქ სახლის გამოწმენდა არ იგულისხმება. აქ უფრო ორგანიზებას უფრო დავარქმევი, როგორ დააორგანიზო შენ ცხოვრებაში ყველა სფერო, ეს საბუთებია, ტანსაცმელია, ნივთები, ნებისმიერი სფერო კონმარის მეთოდით, რომელიც შემდგომ იწვევს გონებაში ძალიან გამონთავისუფლებას იმ ენერგიის, რომელიც ჩვენ გვჭირდება ხოლმე სიახლეებისთვის, კრეატივისთვის, ახალი იდეებისთვის და აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ამ ფილმს და გავიგებთ მარი კონდე ორი იმით არის მოხსენიებული სოციალურ სივრცეში, არ ვიცი რატომ არის ეს ორი სახელი, იაპონელი გოგონა არის, რომელმაც აი ამ მეთოდით შექმნა, ესე ვთქვათ, როგორ ლაგდება ცხოვრება ამ მეთოდით დალაგების შემთხვევაში. მოკლედ ეს ორი ფილმი, რომელსაც ყოველთვის ვურჩევ ხოლმე რომ უყუროთ და რა თქმა უნდა The Secret ფილმი და წიგნიც. გადავდივართ, ეს არის იკიგაი. რაში გამოგადგებათ და ვის გამოადგება ეს წიგნი არის იმაზე, ესეც იაპონელების კონცეფცია, ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო. ჰექტორ გარსია და ფრანსესკ მირალესი არიან ავტორები და ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ ვიპოვო ძალიან ხშირად რომ მომართავენ და ალბათ თქვენს მიმართავთ ხოლმე კოუჩებს და სხვა სპეციალისტებს იმისთვის რომ გაგარკვიონ დაგეხმაროთ რითი მინდა რომ ფულს შოულობდე. ზოგადად რა მინდა რომ იყოს ჩემ ცხოვრებაში საქმიანობა, როგორ შეიძლება ჰობიზე ვიფიქრო როგორც შემოსავლის წყაროზე და სწორედ ეს არის იკიგაის დიაგრამა, ზუსტად აი ეს დიაგრამა არის ძირითადად, რომელიც გვეხმარება რომ გავიგოთ რაში გადაგვიხდიან ფულს, ანუ რა გვსიამოვნებს, რის კეთება გვსიამოვნებს, რაში გადაგვიხდიან ფულს, რა ის რაც სამყაროს შენგან სჭირდება და რაც კარგად გამომდის. ანუ მოკლედ ვთქვათ, აი ამ კითხვებზე, ამ დიაგრამაში კითხვებზე პასუხის გაცემით იწყება ეს წიგნი, ხოლო შემდეგ და რასაც უნდა აკეთებდე, პენსიაზე არ გახვიდე. რასაც არ უნდა აკეთებდე, პენსიაზე არ გახვიდე, ეგროვნება იკიგაი პირველივე გვერდზე, თუმცა რა თქმა უნდა ეს ასაკს არ ეხება, თუმცა არის ის მომენტიც აქ გათვალისწინებული, რომ იაპონელებს აქვთ ეს კონცეფცია, რომ მათთვის ცხოვრება არც პენსიის შემდეგ არ თავდება და რამდენად ინარჩუნებენ საინტერესო ცხოვრებას, აი ეს წიგნი დაგეხმარებათ სწორედ ამ საკითხებს. შემდეგ მოდის სიყვარულის ხუთი ენა.
გერი ჩეპმანის ცნობილი უსასრულო სიყვარულის საიდუმლო. რა თქმა უნდა, ამას ხშირად ვურჩევ ხოლმე ჩემს კლიენტებს, წყვილ კლიენტებს, როდესაც ისინი არიან უკვე წყვილი, როდესაც შედგება, ქორწინებაშიც ვინც არიან, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ზოგადად ვფიქრობ, რომ ამ წიგნის წაკითხვა არ აწყენდათ ადამიანს, რა თქმა უნდა, მანამდე სანამ უბედობას შოლენ, სანამ ოჯახებს შექმნიან და სანამ რაიმე კრიზისული ასაკი და პერიოდი დაუდგებათ ცხოვრებაში, მათ ოჯახურ თანაცხოვრებას. თუმცა მეგობრებო, არ შეგეშინდეთ, თუ კი თქვენს ოჯახურ თანაცხოვრებაში და წყვილში დადგება ხოლმე კრიზისი, ამბობენ რომ კლასიკაა რაღაც ეტაპები და რაღაც ასაკები, როდესაც ეს დგება ხოლმე, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ეს ეტაპი ძალიან კარგად გაიაროთ, თუ შემზადებით ცოტა ინფორმაციას მიიღებთ, გარკვევთ, თუნდაც აი ამ წიგნს დაიხმარებთ თამაში და გაიგებთ რა არის ერთმანეთის სიყვარულის ენა, რა იგულისხმება. მაგალითად, თუ კი ჩემი სიყვარულის ენა არის საჩუქრები, მე მჭირდება დასტურად სიყვარულისა საჩუქრები უფრო მეტად, ვიდრე კომპლიმენტები. და სწორედ აი ასე იწყება რა ემართება სიყვარულს ქორწინების შემდეგ. აი ეს არის პირველი თავი, მეგობრებო და ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვამბობ ხოლმე რამეს, რომ ჩემს კლიენტებსაც სწორედ მაგაზე ვმუშაობ ხოლმე, რომ ქორწინება არ გახდეს თვითმიზანი, არც მშობლობა არ გახდეს თვითმიზანი. თვითმიზანი და ზოგადად მიზანი გახდეს ბედნიერი ქორწინება, ბედნიერი თანაცხოვრება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ის ანაბანა, რაც დაგვეხმარება ჩვენი ქორწინების, ჩვენი ურთიერთობის გამრავალფეროვნებაში და როგორიც არ უნდა იყოს ახლა თქვენი ქორწინება, ყოველთვის შეიძლება მისი გაუმჯობესებაო, აგერ წერია სიყვარულის ხუთ ენაში და მოკლედ რო ვთქვათ, სიყვარულის ხუთი ენის გაგებამ და თქვენი მეუღლის სიყვარულის ენის სწავლამ შეიძლება გადამწყვეტად იმოქმედოს მის საქციელზე და ქცევებს. ხალხი სულ სხვანაირად იქცევა, როდესაც მათი სიყვარულის სასმისები სავსეაო, ეს წიგნი ამბობს. მოკლედ, ახლა თქვენი ჯერია ეზიაროთ ამ წიგნს და გაიუმჯობესოთ, ესე ვთქვათ, თქვენი პირადი ცხოვრება. არ შემიძლია არ შევეხო თამარ საგინაშვილის ელპოც ერთ-ერთ წიგნ ტრენინგს. ეს არის ჩემი მენტორის და ახლა უკვე მეგობრის და ძალიან საყვარელი ადამიანის წიგნი. ეს არის იმათვის, ვინც სიღრმისეულად ინტერესდებით საგვარეულო თემებით. მე პირადად ვთვლი, რომ საგვარეულო თემებისგან, მე პირადად არა, მოდი ესე ვთქვათ, რომ უკვე მსოფლიო თვლის ყველა ასპექტის და ყველა ასპექტში მომუშავე სპეციალისტებს, ვისაც მე ვუსმენ და ვუყურებ, ერთხმად თან ხდება, რომ მხოლოდ პიროვნული და მხოლოდ რაღაც სქილების გაუმჯობესება აღარ იძლევა, ჩვენ სხვა ეპოქაში ცხოვრობ, აღარ იძლევა იმ ესე ვთქვათ, ინსტრუმენტებს, იმ შინაგან ჰარმონიას, რომელიც ჩვენ გვინდა ხოლმე რომ მივაღწიოთ და ყველაზე მთავარი ალბათ კიდევ რომ ვიპოვოთ ჩვენი ბალანსი ცხოვრებაში, არ იძლევა მხოლოდ ესე ვთქვათ სხვა ასპექტები, ძალიან გვეხმარება, როდესაც ჩვენ კარგად ვიცნობთ ჩვენს საგვარეულოს. და საგვარეულო თემებში არსებობს აი ასეთი ქართულენოვანი ძალიან დიდი სიამაყე უნდა გითხრათ, იმიტომ რომ თქვენ ხვდებით ალბათ, რომ ყველა წინამორბედი წიგნი, რომელიც გაგაცანით, არის ნათარგმნი. და აი ეს არის შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საამაყო წიგნები, ეს არ არის მხოლოდ, ასევე არის ჯადოსნური სოფელი, ასევე არის 301 მილიონერი, რომლებიც უბრალოდ ძალიან ბევრი ვერ წამოვიღეთ, თორე რა თქმა უნდა მე მაქვს და მოკლედ სიღრმისეულად თუ გაინტერესებთ თქვენი როგორ საგვარეულო თემებით თუ სიღრმისეულად დაინტერესდებით, მე რეკომენდაციას გავუწევ, რა თქმა უნდა, თამარ საგინაშვილის ელპოც ამ შემთხვევაში და აი ჩანიშნა, სადაც გქონდა და გადავშალე, წაგიკითხავთ, რომ არის კითხვა, ანუ ძალიან ხშირად ტრანსფორმაციისთვის, როცა მომმართავენ ადამიანები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, რის გადახდას ვაპირებთ,
რა დამიჯდება მე ტრანსფორმაცია, რის გადახდისთვის ვარ მზად, რა საფასურს გავიღებ. ანუ პირველ რიგში ყოველთვის ვამუშავებთ, რომ დრო, რომელიც სჭირდება პიროვნულ ზრდას, ცხოვრების შეცვლას და ჩვენი მიზნების მიღწევას, ეს დრო უნდა გამოიყოს. და უნდა ვიცოდეთ, რა მონდომებას ჩავდებთ ამ ჩვენს პიროვნულ ზრდაში და სწორედ პირველი კითხვა, რომელსაც მე ვსვავ და ამ შემთხვევაში ელპოტი გვისვავს, არის რომ რა ღირს ცხოვრების შეცვლა. შენი ცხოვრების შეცვლა რა ღირს? შენ გადაიხდი ამაში იმას, რომ დაუშვათ შენ თუ ოჯახი გაქვს და არ გეცლება მედიტაციებისთვის, პიროვნული ზრდის და ამ შემთხვევაში თვითპროგრამირების დღიურის შესავსებად დაუშვათ, იმიტომ რომ ოჯახი გყავს, შვილები გყავს, ბებია ხარ და ბევრი სოციალური როლი გაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ხარ თუ არა მზად, რომ შენ დილის 6 საათზე უნდა ადგე. რომ ყველა ის პრაქტიკა შეასრულო დაუშვათ და შენ ძილს შეელიო, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში და გაიღო თუნდაც ეს საფასური. და კიდევ სხვა მრავალი. რა ღირს შენი შინაგანი თავისუფლება, რა ღირს მსხვერპლობიდან გამოსვლა, რა ღირს ბედნიერება, რომლის გზასაც ეს ცოდნა გაჩვენებ. რა ღირს შენი ბედნიერი ცხოვრება და ის რომ იცხოვრო, ჩვენი სლოგანია, იცით რომ არის იცხოვრე შენი ბედნიერი ცხოვრება. და შენთვის რა ღირს ეს ბედნიერი ცხოვრება. ასევე გეტყვით მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ელპოტს აქვს QR კოდები, რითიც გადადიხართ პრაქტიკულ სავარჯიშოებზე, რომლებიც პრაქტიკულად გიხსნით, ესე ვთქვათ, სავარჯიშოებს და მოკლედ საგვარეულო თემებზე ჩემი რეკომენდაცია ელპოტს. შემდეგ მოდის სხეულის მოძრაობის ენა და არიან ადამიანები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს ჟესტიკულაციას და აი ამ თემებს და ამ შემთხვევაში რეკომენდაციას გავუწევ აი ამ წიგნს. მშობლებისთვის ეს არის ბავშვთა ფსიქოლოგიას საკითხავი დედებისთვის. ჩემი ბრალი არ არის, აი ასეთი წიგნი არის, რომელიც მოგვითხრობს სწორედ იმაზე თუ პირველი ბავშვის დაბადებისას რა უნდა გავითვალისწინოთ, რატო არიან ერთ ოჯახში განსხვავებული ბავშვები და რა უნდა გავითვალისწინოთ მათთან შუათანა ბავშვის სინდრომი, ესე ვთქვათ, ბავშვთა ნევროზები, მოკლედ ეს არის დედებისთვის სახელმძღვანელო. იკითხავთ ეხლა რა კავშირშია თამაზ მჭედლიძე პიროვნულის დასთან და აუცილებლად გეტყვით, რომ თამაზ მჭედლიძე არის ალბათ ქართველები ძალიან უნდა ვამაყობთ ამ ადამიანის, რა თქმა უნდა, თუ ვინმე ნამყოფი ხართ ბიოლის ველნესში, ანუ თამაზ მჭედლიძის ბიოლის ველნეს კურორტზე, ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც ალბათ ადამიანი მაღალი გემოვნების, მოდი ესე ვიტყვი, მაღალი ესთეტიკური გემოვნების ადამიანები მიიღებენ ბიოლის ველნეს კურორტზე საუკეთესო გამოცდილებას და მისი შემქმნელი არის თამაზ მჭედლიძე. ეს რა თქმა უნდა, თუ არ ვცდები ჩვენი საამაყო კლინიკების მედის დამაარსებელი და მფლობელია, თუ არ ვცდები და ეს არის მისი ისტორია გახდომაზე. მე ამას იმიტომ გაჩვენებთ, რომ მე ძალიან ხშირად მომართავენ ადამიანები, რომელსაც წონის პრობლემა აქვს. მოდი ვიტყვი, რომ პრობლემა არა, ყოველ შემთხვევაში ზოგს უფრო ესეთ სერიოზული ამოცანები აქვს ჯანმრთელობის წონასთან დაკავშირებული და ეს არის წიგნი ადამიანის შესახებ, რომელმაც -74 კილო როგორ დაიკლო გაცნობიერებულად, მისი ამბავია დაბრუნება საკუთარ თავთან. ძალიან კარგია, რომ თან ამას წერს ადამიანი, რომელიც არის მედიცინის წარმომადგენელი და შესაბამისად მედიცინის ჭრილში ძალიან კარგად ანახებს იმ ეტაპებს, რაც გაიარა და ასევე დართული აქვს ქართული სამზარეულოს ის რეცეპტები, რომელიც ნახეთ რამდენი მაქვს გახუთლებული თავის დროზე მე ძალიან აქტიურად ვიყავი ამ თემით დაინტერესებული და ქართული სამზარეულოდან ის რეცეპტები, რომლებიც რეკომენდირებულია ჩვენი წონის კლების მომენტში და მოკლედ ჩემი რეკომენდაცია აი ამ წიგნებს. ახლა კი გადავდივარ ჩემი საკუთარი თვითპროგრამირების დღიური, ეს არის პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი ამ წუთას აქ არ მაქვს, თუმცა ამას აქვს მეორე ნაწილი და გაგრძელება. პირველი ნაწილი მოიცავს იმას, რომ თქვენ იწყებთ თქვენი თავის, ესე ვთქვათ, გაცნობას, კითხვები იწყება თვითანალიზით,
მაგალითად, პირველი კითხვა არის სამი სიტყვა, რომელიც აღწერს ყველაზე უკეთ, რის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, რომელ სამთვისებას ვაფასებ ადამიანებში, მოკლედ, ჩემი რომელი მიღწევები მავსებს სიამაყით, რას ნიშნავს ჩემთვის წარმატება და ასე შემდეგ, აი ასეთი მოკლედ დღიური გელოდება და კითხვები. შემდეგ გადადიხართ თქვენ უკვე განტვირთვის შევქმენი ყველა ესე ვთქვათ სექციის დამთავრების შემდეგ არის განტვირთვის ესე ვთქვათ გასაფერადებელი სფერო, სადაც თქვენ შეგიძლიათ რომ განეკეთოთ გაფერადებით და ამ თერაპიით. შემდეგ მოდის საინტერესო კითხვები საკუთარ თავს, შემდეგ მოდის უფრო რთული კითხვებიც ასევე სამოტივაციო ფურცლებს რა თქმა უნდა, კითხვები, რთული კითხვები საკუთარ თავს და პირველი კითხვა როგორ შეიძლება და რა ყოფილიყო, რომელი კითხვის დასმის მეშინია და რომელ კომპრომისებზე წავიდოდი არასოდეს. მოკლედ, მთელი სექცია განკუთვნილია იმისთვის, რომ თქვენ სიღრმისეულად გაეცნოთ თქვენ საკუთარ თავს, შეისწავლოთ რა გინდათ ცხოვრებაში, რა მიანიჭებს თქვენს ცხოვრებას, უფრო მეტ სიხალისეს. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, როდესაც იმ ცხოვრებით ცხოვრობთ, როცა თქვენი ოცნების ცხოვრება გაქვთ უკვე, რა საქმიანობთ, სად ცხოვრობთ, რა გაქვთ ჰობი, ვინ არიან თქვენი მეგობრები, თქვენი ყოველდღიური რეალობა როგორ ჩამოაყალიბოთ, ამაში გაგეხმარებათ ნინო მაღედანის თვითპროგრამირების დღიურის პირველი ნაწილი, ხოლო მას შემდეგ რაც უკვე უკეთესად გაიცნობთ თქვენს თავს, გადადიხართ მეორე ნაწილზე, სადაც უკვე იწყებთ უშუალოდ თქვენი თვითპროგრამირების პროცესს და დაპროგრამებას საკუთარი თავის იმ დღიურის შევსებით. ყოველდღიური შევსებით 30-იანი ეს დღიური, ყოველდღიური შევსებით იწყებთ საკუთარი თავის წარმატებაზე და ბედნიერებაზე დაპროგრამებას. ანუ გვაქვს კიდევ დრო? შეგვიძლია? ოკეი, კარგი. ძალიან ჩქარა გაგაცნობთ აი ამ წიგნს და რა კავშირშია ეს წიგნი ჩემს პროგრამასთან. სწორედ ახლახანს უბრალოდ 2 თვის წინ ჩაუშვი პროგრამა, რომელიც არის სამთვიანი და სადაც ადამიანები ჩემთან ერთად, ჩემი დიდირებით გადიან ტრანსფორმაციას და ისინი მათ აქვთ ჩემთან პირადი სესიებიც ამ პროგრამაში და ისინი გადიან ყველა იმ საბაზისო პრაქტიკებს, რაც ჭირდება ადამიანს ცხოვრების შესაძლებლად უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა და იყო ესეთი სიტუაცია, რომ პროგრამის ჩატარების დროს ჩვენ ყოველ კვირას ხვდებით ერთმანეთს Zoom-ში და მე გავაჟღერე ესეთი რაღაცა, რომ არის ასეთი წიგნი, რომელსაც ქვია ძაღლის სახელად მანი. და ესე ვთქვათ, ეს წიგნი არის ბავშვზე და ძაღლზე და ფინანსებზე, როგორ ასწავლა ძაღლმა, მოსაუპრე ძაღლმა ფინანსებში როგორ გაარკვია ერთი ოჯახის ბავშვს და როგორ დაეხმარა ამ ბავშვის ენით ფაქტობრივად უფროსებსაც გვიხსნის თვითონ ალგორითმს, ავტორი არის ბოდო შეფერი, ალგორითმს როგორ შეიძლება რომ ჩვენ ფინანსებზე ბავშვიც გავარკვიოთ და მშობლებიც გავერკვეთ, ესე ვთქვათ, და ეს წიგნი ვახსენე და ჩემმა ერთ-ერთმა მონაწილემ ჩემი პროგრამის მითხრა, რომ იცით ასეთი წიგნი უკვე დაიბეჭდა, მე ვფიქრობდი რომ უნდა მეთარგმნა ეს წიგნი, ძალიან ბევრი წელია უკვე მიდევს სახში სხვა ენაზე და მიხარია რომ უკვე დაიბეჭდა, ითარგმნა და შემიძლია გაუწიო რეკომენდაცია განსაკუთრებით, ვისაც მეკითხებთ ხოლმე რომ შვილები როგორ მივაჩვიოთ ფინანსებს, სწორ მართვას, დაგეგმას, მათთვის ეს წიგნი და რა გამოიწია ახლა ამან, რომ ვინც მე მიცნობ, იცით რომ ზოგადად ინოვატორი ვარ და იდეების გენერატორსაც მეძახია ხშირად და ამან მოგცა ინსპირაცია იმაზე, რომ შექმნილიყო, მე სულ მქონდა იდეა იმის, რომ რა შემექმნა ისეთი, რომ ადამიანებს დასრულადებ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ყველას გვინდა რაღაცა მამოწინებელი კომპონენტი ჩვენს ტრანსფორმაციაში და რა შეიძლებოდა შემექმნა, ვფიქრობდი ისეთი, რომ ჩემს მარათონებში და პროგრამებში მონაწილეს დასულ ადამიანებს ჰქონდათ უფრო მეტი мотиваცია და დავსვიმე კითხვა, რომ მე მინდა, რომ მე უბრალოდ უკვე შევქმენი მეთქი ვალუტა, ესე ვთქვათ, ელექტრონული ან ვირტუალური ვალუტა,
რომელიც იქნება იმის აღნიშნული, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემს პროგრამაში შეასრულებენ დავალებას, ყველა დავალებას ექნება თავისი ექვივალენტი ფინანსური, ესე ვთქვათ, და ეს ადამიანები მიიღებენ შანსი, რომ იმის გადარეს იმ ტრანსფორმირდებიან, შეაგროვებენ მონეტებს, ესე ვთქვათ, ვირტუალურ მონეტებს, რომელიც იქნება მათთვის ექვივალენტი ფულის, რითიც მათ შეიძლება შემდგომ იყიდონ ჩემთან სესიები, პროგრამები, წიგნები, დღიურები და მათ ექნებათ ამის საშუალება და აი ასე შეიქმნა მინდა გითხრათ, რომ მანი, ანუ ჩემმა პროგრამის მონაწილემა თქვეს, რომ მაღედალი ნინო შეკვეცეს და დატოვეს პირველი 200 და შეიქმნა უკვე ჩემი ტრენინგების და მარათონების მონაწილეების ვალუტა, რომელიც ჰქვია მანი და რომელსაც უკვე ჩემი ტრენინგების მონაწილეები წარმატებით აგროვებენ, ძალიან ხალისთ, უფრო მეტი მონდომებით ასრულებენ დავალებებს და ისინი ამით თან გამოიმუშავებენ უკვე ფულს, რომელიც მათ მისცემს საშუალებას შემდგომ შეისყიდონ სხვა პროდუქტებიც წიგნების და ტრენინგების სახით ჩემთან. მოკლედ, მეგობრებო, მოკლედ არა. არ გამომივიდა მოკლედ, როგორ შეიძლება ამ წიგნზე ისაუბრო, შევეცადე მესაუბრა და ისურვებთ სასიამოვნო ტრანსფორმაციას. იცხოვრე, შენი ბუდნიანი ცხოვრება.